Aitsi როგორი ამინდია სუბათუმურ ისტორიებზე რომ უნდა ისაუბრო, ოღონდ მხოლოდ თანამედროვე ისტორიებზე კი არა. Გასული საუკუნის ბათუმურ ბელეტაჟებზე, სხვადასხვა ისტორიულ შენობებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს ვყავს საუკეთესო სტუმარი, ადამიანი, რომელიც ეს ჩვენ რასაც საუბრობთ, ამ ყველაფერს უფრო პროფესიონალურ და ისტორიულ კონტექსტში ყვება ხოლმე სტუმრებისთვის, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის საქართველოს საუკეთესო გიდი, თამუნა ორაგველიძე, რომელთან ერთადაც მთელი ერთი დიდი სიამოვნებაა ყავის მირთმევა დარწმუნებული ვარ ბათუმის ქუჩებში. საით წავიდეთ? სადაც გზა წაგვიყვანს, ბათუმში ყველა ქუჩა ლამაზია, ყველა ქუჩა მომხიბლელია და ყველა ქუჩას ძალიან ბევრი ისტორია აქვს. ერთ სახლთან შეიძლება 3-4 ამბავი ისე მოყვე, რომ ვერც იგრძნო. სანამ შენობებზე და ქუჩებზე ვისაუბრებთ, მანამ აუცილებლად მინდა კითხო ყავაზე. ეს რაღაცა ჩვენი მოგონილი ხო არა, რომ ბათუმი და ყავა ერთი იდეაა და ბათუმი და ყავა შეიძლება ჩვენი მოგონილია და ბათუმი და კოფე ორგანულია ძალიან. ბათუმს ოდითგანვე ძალიან უხდებოდა ყავა ქვიშაზე. ნოდარ დუმბაძე როგორ ყვება ერთი მეყავის შესახებ, რომელიც ზღვის პირას გახურებულ ქვიშაზე ამ ყავადნებს ისე გადაადგილებს, რომ თითქოს დოლზე ბლუზს უკრავსო და სულ მცირე ფანტაზიის ჩართვაა საჭირო, რომ წარმოიდგინო რა ხდებოდა ბათუმში. 25 ყავახანა ფიქსირდება. დიახ, ეს არის ბულვარის მიმდებარე ტერიტორია. მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, როცა ამას უყვები, მაგრამ ავტორი აუცილებლად უნდა მიუთითოთ. ეს გახლავთ ალი სამსონია, ყველასათვის საყვარელი ბათუმელი, რომელმაც დაწერა წვიმიანი მზიანეთი. რა არაჩვეულებრივი სახელი მოუძებნა ბათუმსაც, ხო? აი, წვიმიანი მზიანეთი და სწორედ ამ წვიმიან მზიანეთში ყვება ამ ყავახანების შესახებ და ყველა ყავახანას თავისი მომხმარებელი ყოლია და ცუდ ტონად ითვლებოდა თუ კი შენ ერთ ყავახანაში ხარ მიჩნეული შინაურად, სადაც უკვე შედიხარ და შეკვეთასაც არ აძლევდი, იცოდნენ როგორი ყავა გინდოდა და შენი ადგილი გქონდა და თუ კი გადახვიდოდი მეორე ყავახანაში. სხვათა შორის თამუნა ეს ტრადიცია დღემდე შემონახულია, იმიტომ რომ ბათუმს აქვს ეს სპეციფიკა, ერთი და იგივე კვების იქნება თუ კაფეტერიების სხვადასხვა ობიექტებს, ერთი და იგივე ადამიანების თავისი ადგილია, ტკივად. ყველას თავისი სივრცე აქვს საყვარელი. მანდვე ყვება ალი სამსონია, როგორი ქალაქია ბათუმი, რომ აქ დილით ყავასთან წყდება მსოფლიო პრობლემები, ინიშნება თანამდებობები, წარმოიდგინეთ, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა ქონდა ოდითგანვე ყავას და რომელ პერიოდზე საუბრობთ? მე-20 საუკუნის ბოლო, მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისი. დიახ. Visit Batum. Well, there we are to take boat across the Black Sea to the Crimean resorts. Batum is one of the greatest seaports of the Near East, and it is the cultural center of the Adjar Republic. The city life has a European aspect, with its sidewalk cafes and its crowded business street and its busy stalls. რატომ ვეძახით დაჟინებით, რომ ბათუმი ყველაზე ევროპული ქალაქი იყო და ნუ ბუნებრივია ახლა. რომელი ერთი ეპიზოდი მოგიყვება? არქიტექტურა, რა ვიცი, ყველაფერი. ანუ ახლა კიდევ ჰამსონმა კითხვა, რომ პატარა ზღვისპირა სოფელი იყო, რომელიც შემდგომ ევროპული დონის ქალაქად გადაიქცავა. მართალია, უბრალოდ მე არ მომწონს ხოლმე და ამას ჩქარა ვამბობ. შავი ზღვის მარგალიტი, შავი ზღვის რივიერა რა საყვარელი ბავშვები არიან, როგორ უხდება ბათუმს ეს მომავალი თაობა. გამარჯობა, გამარჯობა. გამარჯობა. და ვუახლოვდებით ბათუმის მერიის შენობას, რომელიც მე ძალიან მომწონს. არ ვიცი რამე განსაკუთრებული ისტორია უკავშირდება თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შენობა არის ერთ-ერთი ის განსაკუთრებული ნიმუში იმისა, თუ რაოდენ ევროპული არქიტექტურა გვაქვს ქალაქში. ლუკა ასათიანის ქუჩაზე მოვდივართ და ქალაქის პირველ არჩეულ თავზე უნდა ვილაპარაკოთ. მართალია შენობა მაშინ აქ არ იდგა, მაგრამ ლუკა ასათიანი, რომელიც ჯერ ქუთაისის მერი იყო და ამ ორ ძვირფას ქალაქს, ქუთაის და ბათუმს ერთი საერთო მერი ყავდა, რომელიც არაჩვეულებრივი იუმორის, არ ვიცი ამაზე თუ ვლაპარაკიათ, მაგრამ არაერთ დოკუმენტშია მითითებული, რომ იუმორის განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა. არასოდეს არ აკლდა ხალხი დარბაზში, როდესაც თათბირი იგეგმებოდა, პირიქითო შემოდიოდნენ სურველები, რომ დასწრებოდნენ და მოესმინათ, როგორი რეპლიკები ექნებოდა ამა თუ იმ საკითხზე.
ბატონ ლუკას. აი ლუკა ასათიანიც იმ ადამიანებს როგორ ხვდებოდა, რომლებიც კი ატყუებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ჯერ რაღაც შვილებს იფიცებდნენ, რომ აუცილებლად თქვენ ხმას მოგცემთ და მოკლედ ასე დამემართოს, ისე დამემართოს, თუ მე კენჭი შენ სასარგებლოდ არ ჩავაგდო და ზუსტად რო იცოდა ლუკამ, რომ ამ ადამიანებმა მას ხმა არ მისცეს. ერთხელ თურმე იმ კაცს, რომელსაც ცოლშვილები, ნათესავები ყველა რო დაიფიცა, კითხა ხომ ჯანმრთელად არიან თქვენი ოჯახის წევრები? ძალიან ოსტატურად მიანიშნა, რომ ძალიან რთული დღე ექნება. ფაქიზი იუმორი. ძალიან ფაქიზი იუმორი კონდა. ამუნა როგორ სიყვარულით იცი ხოლმე მოყოლვანე რაღაცა მადლობა ამისთვის. სხვანაირად იცი რა. ეს მეხმარება იმაში რომ ვიყო ის თამული იმ ღიმილით როგორიც ეხლა. კი, ნამდვილად. ეს სტუმრები, რომლებსაც შენ ამ ყველაფერს უზიარებ ხოლმე, აი მათი განცდები როგორია, მათი რეაქციები როგორია და სხვადასხვაგვარი. აი ხშირად არის, როდესაც ადამიანი ჩამოდის, წარმოდგენა აქვს, რომ პატარა ქვეყანაში ჩამოვიდა და მე მართლა დიდი ქვეყნიდან მიდის ძალიან დიდი გეგმით, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, ყველა რეგიონი უნდა დაათვალიეროს, მთლიანად საქართველოს. შემდეგი ჩამოსვლა არის, რომ აი უნდა რომ შენთან ერთად იყოს, მაგრამ სვანეთში წავიდეს სამეგრელოში. არ მინდა და ყოველთვის მეშინი არ მინდა სამეგრელო მხოლოდ იმასთან ასოცირდებოდეს, რომ აი წავიდა და მეგრული სუფრის სიღრმეებს ჩაწვდა, თუმცა რიტუალურ გასტრონომიას, რა თქმა უნდა, თუ კი ჩვენ ტურს ვგეგმავთ, ვცდილობ რომ სამეგრელოში ვაჩვენო, ანუ ყველას თავისი ხელწერა აქვს, მაგრამ იქ ჩვენ ტაძარ მონასტრებს რომ მოვივლით და მეგრულ ეზოკარს რომ დავათვალიერებთ და ისტორიას რომ მოუყვებით, მე უჭერს აი კიდე უკეთესი რა უნდა გვაჩვენოთ, გვეუბნება და ვეუბნები უკეთესი რამდენად არ ვიცი, მაგრამ სხვა რეგიონის სხვა განსხვავებული ტრადიციებით უნდა ვნახოთ და ესე მრავალფეროვან საქართველოს ვაჩვენებთ. მე ყოველთვის ვსვამ ხოლმე ამ კითხვას, როდესაც ბათუმში ჩამოდის სტუმარი, გარდა იმისა, რომ ისტორიები უსასრულოდ ბევრია, ღირსშესანიშნავი ადგილები, აი ბათუმში, რომელია მთავარი ლოკაციები. ბათუმის ბულვარი გავიგეთ, რომ უნიკალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, მაგრამ ამ შემთხვევაში ძველ ბათუმს რამდენად დიდი დატვირთვა აქვს, აი ამ სტილისტიკას, აი ამ ბათუმურ ბელეტაჟებს, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება, რომელსაც მოვლა სჭირდება. ბათუმურ ეზოებს, ამ ეგრეთ წოდებული იტალიურ ეზოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძველ ბათუმს და პრინციპში ძალიან რთულია ხა ბოტანიკური ბაღის გარეშე ბათუმით წარმოუდგენელი. ცალკე თემა, ბულვარიც ცალკე თემა, ესე და ტურისტმა როგორ უნდა იგრძნოს აი ბათუმის შეიძლება ერთ კართან შეჩერდეს, ძველ ბათუმურ კართან შეჩერდეს და აღბრთოვანებით უცქერდეს და იქედან რომელსაც ზოგჯერ ჩვენ თვითონ ბათუმელები ვერ ვაფასებთ. თვალი შეგვეჩვია, მივეჩვია და ეს გგონია რომ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ასე არ ხდება. და ამ დროს როგორი ამბავია? ნამდვილი ბათუმური ამბავია. ახლა აბსოლუტურად შემთხვევით ცრუ ქაფურის ხეს თუ შევხედავთ, რომელიც შეგაგრძნობინებს კიდეც ბათუმს. სხვათა შორის შეგრძნებების ტურიც გვაქვს, არა ისეთი მოთხოვნადი ახლა რომ აი მასიურად ითხოვდნენ, მაგრამ თუ კი მივალთ ახლა ამ ფოთოლთან და ესე ხელი ამბობენ რომ ეს ხეები ინჰალატორები არიან ერთგვარი. ხელით თუ დავამუშავებთ, აუცილებლად იქ შეიძლება არ იცოდე რომ ეს ცრუ ქაფურის ხეა, მაგრამ აუცილებლად შეიგრძნო და ცრუ ქაფური ვინც არის ეგრეთ წოდებული კამფორა და კამფორის მზეთი აქედან მიიღებოდა. ყავა დაასხი, რომელიც გამჭვირვალეა. შევიდეთ ნახეთ, ამ ეზოში არ ვარ ნამყოფი, არასოდეს არ ყოფილ ვარ და მომეცა მიზეზი. ეს მიყვარს რა, ესარეცხი. წავედით. ტიპიური ბათუმური ბელეტაჟი, რომელიც სულ მინდა რომ რაღაცნაირად ბევრი იყოს, მინდა რომ გავუფრთხილდეთ, არ მინდა აქ ეს რაღაცა მე-20 საუკუნის 17 სართულიანი შენობა. მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებობდა ესეთი კანონი, რომ შენობის სიმაღლე არ უნდა ყოფილიყო შენობის ქუჩის სიგანეზე დიდი. ამიტომ გამოდიოდა რომ 2 სართულიანი შენობები უნდა ყოფილიყო მე-20 საუკუნის დასაწყისში, თუმცა მაინც ვნახეთ ამის მაგალითები, რომ დიდმა გავლენიანმა ადამიანებმა მოახერხეს და დაამატეს თავიანთ სახლებს მესამე სართული. თუმცა აქაც იყო პატარა ნიუანსი, რომ თუ შენ გინდოდა ოდნავ მაღალი სახლი აგეშენებია, მაშინ ტროტუარზე უნდა შეწეულიყავი და სამსართულიანი სახლი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს წესი არ უნდა დარღვეულიყო ქუჩის სიგანესთან უნდა ყოფილიყო ფართობაში შენობის სიმაღლე. თუმცა აქაც სიმართლე რომ ვთქვათ, ობიექტურად, ხომ? ის ახალი ბათუმი, სადაც უკვე ცათამბრჯენები აშენდა, გაგიმხელთ სტუმრების მოსაზრებას,
ძალიან ახალგაზრდა თაობას ძალიან მოსწონ. არა, ისიც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. პრეტენზია მაგასთან დაკავშირებით არ აგვაქვს. უბრალოდ ძველ ბათუმს თუ შეეხებიან. თუმცა თუ არჩევანია, მე მიყვარს ძველი ბათუმი, ძველი ბათუმური ეზო ყველაზე უსახურიც რომ იყოს, ჩემთვის ძალიან დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული და აქ სულ ვეუბნები სტუმრებს, რომ როგორ ცხოვრობთ ეხლა, რომ რამდენი ადამიანი მოგვესალმა, გამოვიარეთ გადაცემის ფორმატში და წარმოიდგინეთ ისე რომ მოვდივართ ქუჩაში. როგორ ცხოვრობთ აქ თქვენ მარტო არასოდეს არ ხართო და ვეუბნები, აი, რატომ აქვს ყველაზე პროცენტულად ნაკლები დეპრესია ქართულ კაცს, იმიტომ რომ ძველ ბათუმშიც მეთქი, აი მარტო არასოდეს არ დარჩები, როგორ ღირსება აქ ამ ქალაქს და ერთი ნაკლი აქვს თქო, მარტო არასოდეს არ დარჩები ზუსტად იგივე, იმიტომ რომ განმარტოვება გამორიცხულია. ყავას ვერ დალევ აქ მარტო. ძველ ბათუმში განსაკუთრებით. მე ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, როცა სადმე ჩავდივარ. არ მაინტერესებს მე პირადად ის სათამბჯენები. მე ყოველთვის ვითხოვ სად არის ძველი ქალაქი. მინდა რომ შევიგრძნო იმ ქალაქის ისტორია, იმ ქალაქის სიძველე. ალბათ როგორც კი მოუხვევთ მულტიკულტურული და მულტიეთნიკური ქალაქის ერთ პატარა ნაწილს სინაგოგას ვეწვევით და ვნახავ. ისე არასოდეს არ ყოფილ ვარ შიგნით. მართლა შეიძლება ღია იყოს და შევიდეთ. შეგუშვებენ კამერები? არა აქვს პრობლემა. საიდან გვერდიდან არის აქ. ნახოთ აბა თუ შეგუშვებენ გავარკვიოთ და შევიხოთ. ესე იგი აქედან როცა უნდა ადამიანი შესვლა, შედიან ეზოდან, ხო? ცენტრალური კარიდან ნაკლებად. გამარჯობა. შეიძლება რომ შემოვიდეთ. სხვა შორის ფორმატიდან გამომდინარე, პირველი შემთხვევა შევდივართ დახურულ შენობაში. კი და აი ესე პირველად უნდა შევიდე სინაგოგაში. რანაირი განცდა მაქვს. ეს ევრაული კიპა გახლავთ, ამას მამაკაცები თავზე იხურავენ აქ სინაგოგაში შემოსვლის დროს. ეს შენობა ბათუმს 1904 წლიდან ამშვენებს. ამ სინაგოგაში მასწავლებლები, რომლებიც აქ იყვნენ და საკვირაო სკოლა ფუნქციონირებდა, მეორე სართულზე სპეციალური ოთახები იყო მათთვის და იქ ცხოვრობდნენ და აქ ქალბატონებისთვის სამლოცველო ადგილი იყო. აქ გარდა შაბათი დღისა, დიახ, შეგიძლიათ და გარდა შაბათი დღისა ეს მნიშვნელოვანია, რომ სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანს შეუძლია მოვიდეს და როგორც თავისი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა დაათვალიეროს და ისიამოვნოს. აი პირველად ვარ და აი რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს. კარგი. გაგიმხელ ჩემს ერთ მომენტს. მუდამ საკუთარ ქალაქში თავს ტურისტად ვცნობ. არადა რეალურად ძალიან ბათუმელი ვარ, მეხუთე თაობის ბათუმელი მთელი ჩემი რაღაცა სულით. მაგრამ აი სულ მგონია რომ რაღაცა ტურისტი ვარ. ყველა ჯერზე ერთი და იგივე ქუჩაში შეიძლება ჩავლილმა ახლებურად დავაკვირდეს სხვადასხვა შენობებს და აი ხა უკვე სრულყოფილ ტურისტად გრძნობ თავს საკუთარ ქალაქში შენთან ერთად. მე ძალიან დიდი მადლობა. მე ეხა ეს შემთხვევა ორი ძირძველი ბათუმელი ერთად რომ დასაირნო. სხვა შორის ეს სიტყვა ძირძველიც რაღაცნაირად ბათუმურია. ძალიან ბათუმურია კი. აი ეს სახლი მიყვარს ძალიან. ეს ფანჯარა მიყვარდა. ძალიან რომელიც უკვე რამდენიმე წელია დაკეტილია, როდესაც მუზეუმში მუშაობდი გვერდით ხარიტონ ახვლედიანის, ხშირად მქონდა ფაქტურად ყოველდღიურად დაკვირვების საშუალება და აქ ერთი ბებია ცხოვრობდა, რომელიც განსაკუთრებული ღიმილით გამოირჩეოდა. ანუ აუცილებლად ვიცოდი, რომ აი სანამ ამ მოსახვევში გავიდოდი, რომ ფანჯარა დილით ღია უნდა ყოფილიყო, ეს ბებია თავისი ჩვეული ღიმილით მოგესალმებოდა და ბავშვებს რომ დაინახავდა, მათთვის ყოველთვის ჰქონდათ კბილეული და იყო რაღაც გამორჩეული დღეები, სადაც ეს გასაბერი ბუშტები ჰქონდა ფერადი და ბავშვებს ჩუქნით. როდესაც ამ სახლის ფანჯარა დაიხურა, რაღაც გულში ჩემი ბავშვობის ნაწილი ჩამწყდა, ბათუმის ნაწილი, ამიტომ აი ზუსტად ის შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი წილი ბებიაც იყო, ჩემი წილი ყოველდღიური კადრი იყო, რომელიც მაბედნიერებდა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ბათუმელს აქვს ემახსოვრება და აქვს მსგავსი ტიპის მოგონებები და აი თვითონ ეს ქუჩა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის არაერთხელ უთქვამთ, რომ თულად წარმოითქმისო ხარიტონ ახვლედიანიო უცხოელისთვისო და ხო მის სახელობის რომ არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მე ვამბობ, რომ ეს იყო ადამიანი, ანუ მინიმუმ მხოლოდ ის ეპიზოდი რომ მოვყვეთ, რომ თანამედროვე ინტურისტის შენობა, სადაც დგას. ყველამ ვიცით, რომ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი იყო და როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება და დაანგრიეს ეს ტაძარი, არქიტექტორი არის შუსევი, რომელმაც მავზოლეუმი დააპროექტა, ესეთი ცნობილი არქიტექტორი
იყო და ეს შენობა ინტურისტი სულ თავიდანვე აიგო იმისთვის თავდაპირველად რომ ეს სამი მსოფლიო ლიდერი სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი შეხვედრილიყვნენ. ანუ შეიძლება და ის ცნობილი ფოტო, რომელიც ჩვენ ვიცით ამ სამ ლიდერთან შეხვედრის, დიახ, ინტურისტის წინ ყოფილიყო გადაღებული. ასე უთხრეს ხალხს, რომ ბათუმურიო წვიმებიო შეიძლება გახდეს მიზეზი იმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაშალოსო და ამიტომ იალტაში გადაიტანეს შეხვედრა. ეს ის პერიოდია, იქ დავბრუნდები ისევ, რომ დაიწყეს ალექსანდრე ნეველის ტაძრის ნგრევა და ეს საეკლესიო ნივთები, ინვენტარი, რაც იყო, გამოიტანეს და ტაძრის წინ დაანთეს დიდი კოცონი. და წვავდნენ ამ ყველაფერს. ხარიტონ ახვლედიანი მივიდა და თქვა რომ აი რას აკეთებთ? მე როგორ გავაგებინო მომავალ თაობას, როგორ მცდარ გზას ადგა საზოგადოება, უნდა წავიღო ეს ყველაფერი მუზეუმში ექსპონატებად და ანტირელიგიური განყოფილება უნდა შევქმნაო და ის ადამიანები, ვინც ამას წვავდნენ და ანადგურებდნენ, დაეხმარნენ ხარიტონ ახვლედიანს და თვითონვე გადმოატანინეს ის გადარჩენილი ექსპონატები, ხატები ათონის მთაზე დაწერილი რამდენიმე ხატია წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის და ბოლომდე ჩამწვარიც კი რომ არ არის ისეთი სანთლები და სულ ვამბობ რომ ესე რთული ენის გასატეხებით მაინც უნდა თქვას მომავალმა თაობამ ხარიტონ ახვლედიანი, იმიტომ რომ ეს იყო ადამიანი, რომელმაც ჩვენ თანამედროვეობაში მოგვცა იმის ფუფუნება ვილაპარაკოთ ალექსანდრე ნეველის ტაძარზე, ისე რომ ხელშესახები იყოს ისტორია. მთელი აჭარის ისტორია 180,000 ექსპონატით აქ ინახება და რა თქმა უნდა არის ერთი სპეციალური კუთხე, სადაც მოცემულ ისტორიასაც ყვებიან და რა თქმა უნდა ძლიერი ქალებით ყოველთვის გამოირჩეოდა აჭარა. მე სიყვარულით ვყვები მხატვარ ქალზე, მუთაბერ ვარშანიძეზე, რომელმაც იმ პერიოდისთვის ყველა წესი დაარღვია, თუნდაც რელიგიური, როდესაც არ აძლევდა მას რელიგია იმის საშუალებას, რომ პორტრეტი დაეხატა და ანუ სახე გამოეხატა, გამარჯობა. სახე გამოესახა, მაგრამ მაინც გააკეთა ეს. ასე რომ შეგიძლიათ მობრძანდეთ და გაეცნოთ ამ არაჩვეულებრივ მუზეუმს, თუ ჯერ კიდევ არ ხართ დამყოფი, ბევრი ბათუმელი ვიცი სხვათა შორის, რომლებიც არ მინდა რომ ვიცოდე, არ მინდა ამოჭერეთ ეს კადრი, არ ყველას დანახი აქვს და გადავინაცოთ ახლა ძალიან ძველ ბათუმში, ესეც ძველი ბათუმია, მაგრამ კიდევ უფრო ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩაზე ჩავისერნოთ და იქაურ აივნებს და ბელეტაჟებს და რა ვიცი ისტორიებს გავეცნოთ, წავედით. საქართველოში ნომერ პირველი გიდი გვახავს და გამოვიყენოთ ეს შანსი ბოლო. ვაიმე, არ დაიჯეროთ. და ვუახლოვდებით სახლს, რომელიც ასევე ჩემთვის ძალიან საყვარელია, იმიტომ რომ ბავშვობასთან მაკავშირებს, მთელი ბავშვობა. ეს სახლი მეგონა საშინელებათა სახლი. სულ მეგონა რომ იქ რაღაცა ბოროტის სულები გვქონდნენ. თვითონ არქიტექტურა ქმნის რაღაც Game of Thrones-ის ის აქვს რაღაცა ვიზუალური ეფექტი, მაგრამ მე უკვე ზრდასრულობაში სულ მესმოდა რომ აქ ოდესღაც საროსკიპო იყო. ვაიმე რა ვქნა, არაფერი მსმენია საერთოდ არ. საროსკიპოების შესახებ არაფერი მსმენია, გარდა იმისა რომ ბათუმის მოსახლეობის აღწერა რომ იყო, იქ წერია, ნუ რამდენი მუშახელი, რამდენი მენავე, 46 მეძავი, ეს აღწერილი იყო, მაგრამ აი კონკრეტული დიახ, საპორტო ქალაქ 46 იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი აღწერილი მუშახელი ასე. ალბათ, მეძავი ასე წერია, თუ ძველი სტილით ციტირებას მოვახდენთ, მაგრამ აი ესე ღრმად ამ თემას არ ჩავჭირები ვარ, არ ვიცი, არ მომიკვლევია. ჩემთვის არ ყოფილა ეს საშინელებათა სახლი, ეს ჩემთვის იყო 1910 წელს აგებული მოდერნის სტილის, რომელიც ეკუთვნოდა თამბაქოს მეფეს. წარმოშობით ბერძენ ლაზარ ბინიატიდის წინამძღოლში, რომელიც აუშვებდა ისეთ პაპიროსებს, როგორიც იყო ამფირა, ტამარა, უსპეხ, იყო ძალიან წარმატებული და 1910 წელს სწორედ მისი სახლის ჭიშკართან გაჩერდა ავტომობილი ფორდი. აი ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ეს ბერძნის ქუჩა იყო და ცოტა გაყოლებაზე ნიკოლოზის ტაძარი, აი ილია ეფრემიდი, რომელმაც თავისი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გასცა, რომ ბერძენსათვის ტომოს ბერძნული ტაძარი აეგო. სხვათა შორის თანამედროვეობაში მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში რუსულ ეკლესიაში წავედი, ესეთი ფრაზა იყო, რომელიც არასოდეს არ ყოფილა რუსული ეკლესია, ყოველთვის ეს იყო ბერძნის ქუჩა, ეს იყო ბერძნული ტაძარი. სანამ ნიკოლოზზე გავაგრძელებთ საუბარს, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ დღეს აქ ცვილის მუზეუმია, როგორც ვიცი კი არა და ვიციან ნამყოფი სიუჟეტიც მაქვს გადაღებული, მაგრამ არ ფუნქციონირებს და თუ რატო?
აი ამ კითხვას იმას უსვამ. ვისთანაც და დავსვა. დიახ, ამაზე პასუხი მე არ მაქვს, მე გეტყვი მეც ნამყოფი ვარ. კი. და რატოა დახურული არ ვიცი. წავიდეთ ახლა აქეთ. მოახალდებით ნიკოლოზის ტაძარს. მივდივართ ნიკოლოზის ტაძართან და ეს ტაძარი სადაც ასე ქუჩაში დავდივართ, შუა ქუჩაში. კი, რაც თქვენ არ გააკეთოთ, არ შეიძლება. ჩვენ ახლა ეს მხოლოდ კადრისთვის ვქენით. დიახ. არ გვიბრაზდებიან მართლა პირიქით რაღაცა. სხვაგვარად ჩემი ბათუმელები ვერ მოიქცეოდნენ, ალბათ ხულა ხო არ ველაპარაკეთ ამდენი. ოსიპ მანდელშტამმა რომ თქვა, რომ როდესაც ბათუმური წვიმა დაიწყება, ეს არის რომ ორკვირიანი ცხელი შხაპიო, თბილი შხაპიო და მაგრამო ისე წვიმსო რომ ნოეც კიო თავისი კიდობანიდანო გარეთ რომ არ გამოიხედავდაო, ისეთ ამინდშო ბათუმელიო დინჯი ნაბიჯებით მიაბიჯებს თავის საქმეზე და მიდის აუჩქარებლად და ასეთი ქალაქი თუ გაწვიმდა გეგონება რომ მზე არასოდეს არ გვიწყალობ. რა ვიცი, მაინც შეგვიძლია ტროტუარით ვისარგებლოთ. კეთილი. დამითანხმეთ. არ შეიძლება ეხლა ნიკოლოზის ტაძართან რომ მიხვალ პოლონელების ნაჩუქარ ზარზე არის ლაპარაკო, მიხეილ რანგოსზე არის ლაპარაკო, რომელიც ფერიის სასაფლაოზეა დაკრძალული, მანდარინების მეფედ, ციტრუსის მეფედ იწოდებოდა, იტალიიდან შემოქონდა, ჯერ კიდე მანდარინი რომ აქ ძალიან კარგად გახარებული და აყვავილებული არისო, მიხეილ რანგოს შემოქონდა მანდარინი, მაღაზიები ქონდა და სამი ხატი შემოსწირა. ეს გახლავთ წმინდა ნიკოლოზის, წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის ხატები. ჭაღი, რომელიც ეხლა ანათებს დღესაც ნიკოლოზის ტაძარში, ეს არის თავად ნაკაშიძის, ანუ თამარ ნაკაშიძის საკუთრება იმ რუსთაველის ქუჩის სახლიდან. ძალიან მნიშვნელოვანია და თამარ ნაკაშიძესთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი ბათუმური ისტორია და ამბავი. მართლა ჩვენი ბებია იყო, აბა რა, როდესაც ჩვენი ბაბუებისთვის ეს ქალი უსასყიდლოდ იხარჯებოდა და ფრანგულ ენას ასწავლიდა და ეტიკეტს. წარმოიდგინეთ. შენი ვაჟიც ასე გისმენს ხოლმე? და ასე უყვება და მე ვუსმენ ხოლმე უკვე კი. დიდი მადლობა. მართლა ყვება, რაღაცები რაც იცის ყვება, რაც არ იცის ძალიან კარგად იგონებს. კი. დაგაჯერებს. მე უკვე აღარ დამყავს, უკვე თავისი ინიციატივა ემზადება, მარშრუტებს ადგენს, მეხმარება, კი, ახლა შემთხვევით არ გამომივიდეს მისი რეკლამა, ნამდვილად ისე ბუნებით მოკრძალებული, მაგრამ ეს როლი მოსწონს. წავიდეთ ხულოს ქუჩაზე და ერთი შენობა ძალიან მინდა რომ გაჩვენოთ, იმიტომ რომ ჩემი ნომერ პირველი საყვარელი შენობა, რომელიც აი ყველაზე მეტად მიყვარს, რაღაცნაირადაა, ესე კუთხურადაა და იცნობ სხვათა შორის ერთი ძალიან ცნობილი შედევრალური ფილმის ნაწილია ეს შენობა და ეხლა რომ მივალთ იმ შენობამ და მივხვდებით რომელ შენობაზეა საუბარი. წავიდეთ. ბათუმურ ტიპურ რაიონებზეც მინდა რომ ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ. ეხლა უკვე რესტავრირებულ მდგომარეობაშია, მაგრამ ნუ ძველია ეხლა ფაქტი. სერო პაკინიანს ეკუთვნოდა ეს სახლი, ესე მართლა ჩემი ბიძაშვილივით რა ვთქვი, მაგრამ ბათუმური აივნები და აი ვაზი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მართალია ადესა ყურძენი და ეხლა ღვინოზე ადესათი ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ როგორც ყურძენი ძალიან გემრიელია და აქ აივნიდან აივანზე იყო სწორედ გადაძახილი ყავაზე დაპატიჟება და ეს ყავის საფქვავების ხმაურია, ეს ძალიან ლამაზი იყო და ცოტა ზემოთ თუ ავიხედავთ სალამურიან ბიჭებს დაინახავთ და მე ვიცი რომ არ იყო ავსტრიიდან ჩამოტანილი მექანიზმი აქ დამონტაჟებული და ეს სალამურიანი ბიჭები არ უკრავდნენ ქარის მიმართულებაო განსაზღვრავდა მელოდიას და იმის მიხედვით ხვდებოდნენო დარი იყო თუ ავდარიო მეტეო სახლი ერქვაო, მაგრამ ისტორია იმდენად ლამაზია რომ ყველას არ უყვები რომ ეს არ იყოს სიმართლე. მე ორ კურდღელს ვიჭერ, თან გისმენ, არა სამს თან გისმენ, თან ვირუჯები და თან გადაცემასაც ფუთავ. ნუდისტების პლაჟიც ხო იყო. შევიკები ეგრეთ წოდებული, აი სუფთა ბათუმელების ადგილი, აი ნამდვილად ძირძველი ბათუმელები. რატო დადიოდნენ მანდ, იმიტომ რომ სუფთა წყალია მანდ დინება. სუფთა წყალი იყო, მყუდრო ადგილი იყო და არასოდეს არ აკეთებს ბათუმელი რაღაცას, აი ეს გარუჯვისთვის არ იყო, მას აი ურთიერთობის გარეშე არ უნდოდა და მის ბათუმელთან უნდოდა დალაპარაკება. მოვედით ხულოს ქუჩაზე. ზოგადად ბათუმი როგორც არქიტექტურული მიმართულებით, როგორი ნაგები ქალაქია. ყველა პარალელური ქუჩის ბოლო მიდის ზღვასთან.
კი ბატონო, მთასთან და ზღვასთან აქ განიავების სისტემა ქონდა რეალურად ბათუმს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რომ ხარ საორიენტაციოდ მთა და ზღვა და შენობები ბათუმში იგებოდა გვერდულად, იმიტომ რომ არაფერს არ უნდა დაეფარა ხედი ზღვასთან, ანუ არაფერს არ უნდა გადაეკეტა ეს ხედი. დღესაც მასეა. დიახ, ამიტომ იყო გვერდული ქალაქი. ლომთა ქალაქი. ლომთა ქალაქი არ ვიცი, მე თავისუფლება ლომთა ხვედრია პირველი რაც გამახსენდა. ეხლა ეს იყო და მე ვიქნები ახლა სუბიექტური და ვიტყვი რომ ხულოს ქუჩა ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ 2018 წლის ბათუმობა მე გამორჩეულად მიყვარს იმიტომ რომ ხულოს ქუჩაზე იყო აქ ეს გავაკეთეთ ჩვენ მუზეუმელები ძალიან აქტიურად ჩართული და ის გამოფენილი რო გქონდა ხელნაკეთი ბრები ეს ფოტოები რომ ვაკვირდები უკვე მას შემდეგ ყოველ წელს როდესაც ბათუმობა ანონსდება ეს ჩვენი გაკეთებული ბათუმობაა და ძალიან მიხარია და აუცილებლად უნდა ითქვას რომ ჩვენ 31 ადამიანი დილით ადრე ლამის ბნელოდა აქ ჩვენ რო გვეგონა რომ ფეხაკრეფით მოვიპარეთ და დავიწყეთ აქ რაღაც ბათუმური ამბის გაშენება უცებ აქ გოგი შევარდნაძე ცხოვრობს ამ სახლში გადმოიხედა მას წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ეს კაცი გამოგხედა და რამდენი ხართო გკითხა რომ უცებ გამოვიდა თანამშრომელი რომელსაც ყავა მოგვართვა გულწრფელად ვამბობ არამხოლოდ ყავა ნაყინიც და ძალიან ბევრი გემრიელობა გვეკითხებოდა რომელი ფარდაგი გადმოგიფინოთო აივნიდანო იმიტომ რომ აი აქ მოეწყო ნამდვილი ბათუმური გარემო და აქ მეზობელი იყო რომელმაც სახლიდან ბუფეტიც კი გამოიტანა და ეზოში დადგა იმ დღეს და ამიტომ გამოვიდა ის ბათუმობა განსაკუთრებულად ლამაზი რომ მოსახლეობის ჩართულობა იყო და აქ იმ დღეს ნამდვილად გავაცოცხლეთ და ფიქრობ რომ ზოგადად ბათუმობა უნდა ტარდებოდეს ძველი ბათუმის ქუჩებში ერთი დღე როგორმე გავუძლებთ და ცოტახანი გადავკეტავთ და აქ ნარდს თამაშობდნენ მღეროდნენ ახლა მართალია ეს ქუთაისური ბაფთიანი გიტარაც გქონდა მაგრამ ბათუმური სიმღერები გქონდა სხვათა შორის ცნობილია რომ ესე იგი ზოგადად ამ ქალაქის შერება ხო ძველი ბათუმიდან დაიწყო და ერთ-ერთმა არქიტექტორმა მითხრა მახსოვს რომ ხო ძალიან ტენიანია ეს ქალაქი აქ რო 4 მეტრი ამოთხარო წყალი არ ამოვაო მიუხედავად იმისა რომ ზღვის სანაპიროა აი იდეალური ადგილია ამ კუთხით სიმშრალის კუთხით მართლა ხო ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ვართ ეხლა ესე უნდა გადავიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილს ხედავთ ჩემთვის საყვარელს და ბევრი ბათუმელისთვის ადგილი სადაც ისტორია გაცოცხლებულია 1907 წელი ეს არავითარ შემთხვევაში არ არის რეკლამა ხო ძველი ღვინის სახლი დანელიას ღვინის სახლი ეს ამას არ აქვს მუზეუმის სტატუსი მაგრამ ჩათვალეთ რომ მუზეუმია იმიტომ რომ ეტიკეტური ღვინო ქართული ღვინო აუცილებლად ეს შინაურივით მოვდივართ აქ როგორც სახლში 1907 წლიდან არსებობს მოგესალმებით ვლადიმერ დანელია ამ ქუჩას და აქ არასდროს არ შემოვხდა. ვლადიმერ დანელია იყო კაცი, როდესაც ჩვენ გადაცემის ფორმატში ვერ მოვასწარით და სხვა დროს მოგიყვებით ნობელი, როტშილდი, მანთაშევი, შელი, აქ რომ ჩამოვიდნენ და სერიოზული დიახ, სერიოზული კონკურენცია რომ ქონდათ, რამაც ჯამში ჩვენი ქალაქი განავითარა. ვლადიმერ დანელია სამეგრელოდან ჩამოვიდა კაცი, რომელმაც მიხვდა რომ სანამ ნავთობის ბიზნესში მე დარწმუნებული ვარ რომ კარგად აუღებდა ალღოს, მაგრამ სანამ გაერკვეოდა, დრო დაეხარჯებოდა და ამ ხალხს ნავთობზე ესეთ გაცხოველებული ფიქრი რომ ჰქონდათ, რომ გულის გაგრილება ხომ უნდათ ესეთი ღმერთების სითხით და ვლადიმერ დანელიამ შემოგთავაზა ძველ ღვინის სახლში ღვინო საოჯახო ტექნოლოგიით, რომელიც ფიჭაზე იფილტრებოდა და მართლმადიდებლური მარხვის დროს შეგეძლოთ თავისუფლად მიგეღოთ დანარჩენი ოჯახის საიდუმლოა და ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რომ საქართველოში 3 რამ ატარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, რაც სითხეებში ეხება, ეს არის ქვევრში დაყენებული ღვინის ტექნოლოგია, ლაღიძის წყალი და საოჯახო ღვინოთა შორის დანელიას ღვინო და თამარ ეხლა იქნება ღვინო ბათუმში. დიახ, ღვინო ბათუმში. აქვე ვიტყვი რომ აქ ალკოჰოლი მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ღვინოა. ქართული ღვინო არანაირად. რას ლაპარაკობთ? 8000 წლოვანი უწყვეტი ისტორია გვიჭირავს ხელში. ეხლა და ჩვენ მივირთვევთ ღვინოს, რომელიც არის ფიჭაზე გაფილტრული. ჩვენ კი არ სვამთ მკურნალო. კი ბატონო. თამუნა ესენი როგორ დასპეცდნენ უკან სიარულით, მე არ ვიცი რანაირად მოახერხეს. აი ერთი გადაცემა შენ ოპერატორებზე უნდა გააკეთო. აი როგორ ხედავენ ბათუმი მათ ობიექტივში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან მიყვარხართ ოპერატორობა, მაგრამ ეხლა მოდით.
ჩემი საყვარელი სახე. მაგას ვამბობ, მცირე ფანტაზია ჭირდება. მე აქ ისე ვერ გავივლი, დოდო აბაშიძეს ვხედავ დღემდე, იყიდებას მაგივრად, მან დოდო აბაშიძეს ვხედავ, რომელიც აი ასე გამო. ოსმალი ვინმე. ავს იდეთ. ямაკი გონზე მოსული ვენეციელსა სანდერსა. ამის ქვეყანას რუში უდიარი სიტყვებით მოიხსენიებდა. მისთი ემ ხაფახსა წახსაცი დაცვეთი. და დავკარ. აი გააჩნია როგორი ამ შენობას რო ერთი თმის ღერიც ჩამოუვარდეს, რანაირია ჯერ ესე კუთხურად ნაგებობი, ნეტა ვინ ცხოვრობს ნეტა ვინ მე ზემოთ მაინც. შეგიძლია ნომერზე დავიკო. მინდოდა რომ ჩვენი დღევანდელი ვოიაჟი აქ დაგვესრულებინა. მოგზაურობასთან კავშირი მართლა სახლი გემია და ესე იშლება კუთხურად და არა ჩვეულებრივია. ეს გადაცემა სწორედ ბათუმზეა. და მსგავსი ისტორიები უამრავია, უსასრულოა თან უნდა დამეთანხმება და მე მინდა რომ გარკვეულ პერიოდის მერე კიდევ ერთხელ დაგპატიჟოთ ჩემს გადაცემაში, მინდა რომ ყველაფერზე ვისაუბროთ და მინდა რომ ამოვწუროთ ყველა ის ისტორია და თემა, რაც ბათუმს უკავშირდება და უღრმესი მადლობა შენ. მოწვევა მიღებულია. შემშვიდობებით, უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის. მეც თქვენთან ერთად ამ ზიან დღეს ვისიამოვნე. რო დავაკაკუნოთ. არ არის, ვიცი რომ არ არის, მე ჩადე ერთხელ და რეკვა. ძალიან მაინტერესებს რა ხდება შიგნით. არაფერიც არ ჩანს. ამასობაში ხედავ როგორ გავთამამდი, ერთმა ჭიქავმინო. რა ქნა. ჩემს ქორწინებები როგორ გაგიმართლა და 90 უნახავზე ხარ დაქორწინებული. აი საკმარისია მზის სხივი მომხვდეს და სუდაც ვარ.